ახლა კი ჩვენ ჩავთავთ პირველ სტუმარს ელენე მეტრეველი შემოგვიერთდება საგარეო საკითხებში პოლიტიკური მრჩეველი ევროპარლამენტში. ელენე, მოგესალმები, მადლობა რომ უპასუხებ გადაცემა კომენტარის კითხვებს. მოდი დავიწყოთ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს ევროპარლამენტში. უახლოეს წუთებში რამ ცოტა ხანში მიიღებენ მწვავე რეზოლუცია. ჩვენ მუდმივად გვესმის ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციებს აქვს ჩალისფასი. რეალურად რა ძალა აქვს ამ დოკუმენტებს ქართული ოცნების წინააღმდეგ? მოგესალმები გიორგი, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ეს რეზოლუცია არ არის პირველი საქართველოსთან დაკავშირებით და ეს რეზოლუცია არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. პირველ რიგში თქვენს მაყურებელს რომ უთხრათ, ეს რეზოლუცია შეეხება ელენე ხოშტარიანს და პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში და ეს რეზოლუცია არის ძალიან კრიტიკული ქართული ოცნების მიმართ, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენი რეზოლუცია და ის მიუთითებს დემოკრატიულ უკუსლაზე, ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობაზე, თავდასხმებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ფაქტობრივად ყველა ადამიანზე, რომელიც არ ემორჩილება არალეგიტიმური ქართული ოცნების არალეგიტიმურად მიღებულ კანონებს. ზოგადად რეზოლუცია ევროპარლამენტი, რომელსაც იღებს, არის სარეკომენდაციო ხასიათის ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტებისთვის, გულისხმობ კომისიისთვის, საბჭოსთვის და სხვა ასევე სააგენტოებისთვის და ნამდვილად არ აქვს მას ჩალისფასი. შესაძლოა ეს ქართული ოცნებისთვის ნამდვილად ჩალისფასის ექვივალენტურია რეზოლუციები, თუმცა ევროკავშირი არის დემოკრატიული ორგანიზაცია, სადაც არსებობს აღმასრულებელი ორგანო, საკანონმდებლო ორგანო და ისინი ერთმანეთთან სწორედ ამ ფორმით თანამშრომლობენ. რეზოლუცია მიემართავს ევროკომისიას და საბჭოს, რომ მიიღონ გადამწყვეტი ნაბიჯები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების რეჟიმთან დაკავშირებით და რეზოლუციის სათაურში სწორედ შემთხვევით არ არის რეჟიმი ნახსენები და მოითხოვს ევროკომისიისგან სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს სანქციების სახით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში რუსიფიკაციის პროცესებზე. ნამდვილად არ არის ეს ჩალისფასი, ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. მესმის, რომ ქართული საზოგადოებისთვის შესაძლოა იმედგაცრუებაც კი იყოს, რომ ევროკავშირი ესე სწრაფად არ მოქმედებს, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტები სწორედ ასე მოქმედებენ და არა როგორც. თუმცა ელენე, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად? ერთ-ერთი ევროდეპუტატი გუშინ სხდომათა დარბაზში ამბობდა, რომ გავიგეთ როგორ ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს ორი ქვეყანა, სლოვაკეთი და უნგრეთი, თუმცა რას აკეთებს დანარჩენი 25 სახელმწიფო ამისათვის? დიახ, როგორც გითხარით, ეს არის პროცესი და ამ ევროპარლამენტარის განცხადება იყო ეს მარკეტა გრეგოროვა, რომელმაც მიმართა ყველა სახელმწიფოს, ევროკომისიას და სხვა ინსტიტუტებს, რომ აუცილებელია ორმხრივი ქვეყნებს შორის ორმხრივი სანქციები, რომ თითოეულმა სახელმწიფომ დააწესოს სანქცია, რომელსაც ხელს უშლის საბჭოში უნგრეთი და სლოვაკეთი. ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც შემიძლია გითხრათ ქვეყნების წარმომადგენლებთან, მთავრობებთან, რომ ეს მოხდეს. ბალტიის ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დასავლეთ ევროპის მთავრობებთან, რომ ეს პროცესები უფრო სწრაფად და ეფექტურად იყოს განხორციელებული და ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებიც ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ ეს პროცესი მიდის შესაძლოა რთულად და ცოტა ძნელად და ნელად, თუმცა პროცესი მიდის და მე ვფიქრობ, რომ ზაფხულამდე ამას საკმაოდ დიდი ეფექტი ექნება. და თუ კი ეს პროცესი გავა ფინიშამდე, ჩვენ უნდა ველოდოთ თუ არა მაგალითად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიხილეთ დიდი ბრიტანეთის მხრიდან, როდესაც დასანქცირდა ორი პროპაგანდისტული მედია საშუალება, ოცნების მიერ მართული ტელეკომპანია იმედი და პოსტივი. თქვენ ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია სანქციების ამოქმედება სწორედ პროპაგანდის წინააღმდეგ. ელოდებით თუ არა, პირველივე ნაბიჯებში გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. გიორგი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშზე, რომლის მომხსენებელიც არის რასე იუკნევიჩიენე და ჩვენი ოფისი, ქრისტოფ ბრეიზას ოფისი ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ ანგარიშზე და ამ ანგარიშში იქნება სწორედ ჩანაწერი, რომ ევროკავშირმა უნდა გაიზიაროს ის სანქციები პოსტივის, იმედის და ასევე რუსთავიორთან დაკავშირებით, რომელიც იყო დაწესებული ბრიტანეთის მიერ. ეს პროცესი ნამდვილად დაძრულია, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირმა, როგორც იცით, საგარეო კომიტეტის მოსმენაზე ევროპარლამენტმა არ მისცა აკრედიტაცია იმედის ტელევიზიას, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაც არის და რა საქმიანობას ეწევა იმედის, პოსტივის და რუსთავიორის ჟურნალისტები, თუნდაც საქართველოში ან აქ ევროკავშირში. ამის ნათელი მაგალითი იყო გუშინ მათი გამოჩენაც სტრასბურგში და რა თქმა უნდა ეს პროცესი მიდის და აუცილებლად მივიღებთ სასურველ
მიღებულ შედეგს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ასევე მარტაკოსის განცხადება, მან ძალიან მძიმე შეფასება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით, თქვა რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთი იმარჯვებს. გარდა ამისა, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა. მან თქვა რომ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების გაყინვა უდიდესი პრობლემაა სომხეთის ევროინტეგრაციისთვის, ასევე ვრცელდება ჟურნალისტის კითხვა ფაშინიანის მიმართულებით, იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლების თხოვნა და მოწოდება რომ ეს საკითხი დაგეყენებინათ ევროკავშირში, გულისხმობ აქ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. ფაშინიანმა ასეთი პასუხი გასცა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი არც თხოვნა, არც მოწოდება არ ყოფილა. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? მარტაკოზის ასევე ძალიან მძიმე განცხადება იყო ნოემბერში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და გუშინდელი განცხადებითაც სწორედ ეს პოზიცია გაიზიარა მარტაკოზმა, ნამდვილად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, ეფექტურად შეჩერებული, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ყველანაირი ტიპის მოლაპარაკებები არის გაყინული. რაც შეეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, დიახ, პირად საუბრებშიც ძალიან ხშირად აღინიშნება, რომ საქართველოსთან არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობები აისახება სომხეთზე და რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა პირველ რიგში ეხება კანდიდატ ქვეყნებს და შემდეგ უკვე ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დაალაგდეს და ეს საკითხი რაიმე ტიპის შედეგამდე მივიდეს. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა განსაკუთრებული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გიორგი ნოემბერში გამოქვეყნდა გაფართოების ანგარიში და ყველაზე ნეგატიური შეფასება, რაც კი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოფილა, იყო საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ საქართველოში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ევროკავშირი რა ნაბიჯებს გადადგამს ამასთან დაკავშირებით, არის ეგრეთ წოდებული ტესტი ევროკავშირისთვის, თუ როგორ მოქმედებს მისი საგარეო პოლიტიკა და გაფართოების პოლიტიკა, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა. ამიტომ ნამდვილად ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ფუნქციურ შესაძლებლობებს, როგორ იცავს ის თავის გაფართოების, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკას. ამიტომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სომხეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის, თუ როგორ განვითარდება საქართველოსთან დაკავშირებით. ელენე, ბოლოს მინდა კითხოთ მაინც ვიზა ლიბერალიზაციაზე, რაც ყველაზე მეტად ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. მას შემდეგ, რაც მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, რამდენად არის იმის საშიშროება, რომ ეს გადაწყვეტილება მთელს მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე გავრცელდეს. თქვენ პერსპექტივაში როგორ უყურებთ ამ საკითხს? ჩვენ პერსპექტივაში და მოლაპარაკების დონეზე, და ურთიერთობის დონეზე, რომელიც გვაქვს ევროინსტიტუტებთან, ეს იყო პირველი ნაბიჯი ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერებასთან დაკავშირებით დიპლომატიური პასპორტების მქონე პირების მიმართ და შემდეგი ნაბიჯი არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ქვეყნის მიმართ, თუ კი ქართული ოცნება არ გადადგამს შემხვედ ნაბიჯებს. აქ ყველამ ძალიან კარგად იცის, პირად საუბრებშიც ასევე აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნებისგან სამწუხაროდ არ არის მოსალოდნელი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და პერსპექტივაში ვფიქრობ, რომ ზაფხულის პერიოდში ეს პროცესი უფრო მეტად დაიძრება და შესაძლებელია, რომ ნამდვილად საქართველოს როგორც ქვეყანას გაუჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკა. დიდი მადლობა ელენე ჩართვისთვის, პირდაპირ ეთერში გადაცემა კომენტარის კითხვებს, საგარეო საკითხებში პოლიტიკური მრჩეველი ევროპარლამენტში ელენე მეტრეველი პასუხობდა.